გადაგტოვებთ სიტყვის უფლების გარეშე. Პატრიცემულო კოლეგებო, უკვე 3 თვეა მიმდინარეობს დებატები ამ კანონმდებლობაზე, ამ ინიციატივაზე და დღეს ალბათ კიდევ ერთხელ შეგვიძლია შევაჯამოთ ყველა მოსმენილი სიტყვების და პირველ რიგში იმ მოტივირებული შენიშვნების, რომელიც საკმაოდ საფუძვლიანად არის დახატული ის საერთაშორისო პრაქტიკა, რაც პირველ რიგში თუ ვინმესთვის კითხვის ნიშნებს ბადებდა, დღეს ალბათ ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს მოდელები, რომელიც მართლაც სხვადასხვანაირია, ყველა სფეროში ეს ხდება ხოლმე, საქართველოში რომ მაინდა-მაინც გადავსულიყავით ეხლა ამ სხვა მოდელზე, რომ გამოყოფილიყო ზედამხედველობის სამსახური, არანაირი აუცილებლობა არ არსებობდა, მით უმეტეს იმ გარემოებისა, როდესაც ყველა ქვეყანა 2008 წლის კრიზისის შემდგომ, სადაც ეს იყო ცალკე გამოყოფილი ინსტიტუტი, ცდილობდნენ რომ მაქსიმალურად ეს უკვე ყოფილიყო ერთიან ფინანსურ მონიტორინგად და უმეტესწილად ეს ყოფილიყო მათ ეროვნულ ბანკში, ნაციონალურ ბანკებში. ფაქტია, რომ ეს იყო ნაჩქარევი, არადროული და ქვეყნის ფინანსური სექტორისათვის მაღალი რისკების და დამაზიანებელი ინიციატივა. არც იმიტომ არის შემთხვევით, რომ ჩვენ პირველი მოსმენის, მეორე მოსმენის დებატების დროს გავფრთხილებდით, რომ გამოგეყენებინათ საერთაშორისო პრაქტიკა, ის ექსპერტები, რომელიც ყავთ სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს, ყავს ევროკავშირს და პირდაპირ იყო ჩანაწერები ასოცირების ხელშეკრულებაში, რომ ეროვნული ბანკის კიდევ უფრო როგორც ინსტიტუტის გაძლიერებისათვის ყოფილიყო სხვადასხვა ექსპერტული დასკვნები და მოხდა პირიქით ამ ინიციატივით ეროვნული ბანკი არათუ ძლიერდება, არამედ სუსტდება და მიდის ქვეყანა იმ მიმართულებით, რომელიც სრულად ეწინააღმდეგება ზოგადად სოფლიოში არსებულ ტენდენციებს ეროვნული ბანკების და ფინანსური ზედამხედველობის უფრო ერთი ინსტიტუტისგან კონცენტრაციისა, რომელიც ძირითადად ხდება ეროვნულ ბანკებში. არ იყო გათვალისწინებული ეს შენიშვნები, არ იყვნენ ჩართული ეს ექსპერტები, შედეგად მივიღეთ ის, რომ როგორც ავტორები თავად ამოვიდა, ჩვენც აგიხედავთ, რომ 70 მეტრზე მეტი შენიშვნა იყო მიღებული კანონი. კანონპროექტი არ იყო მომზადებული გამოსატანად პარლამენტში, ეს როგორც ტექნიკური თვალსაზრისით და მომზადების თვალსაზრისით და პოლიტიკური თვალსაზრისით სერიოზული რისკების შემცველი. აქვე მინდა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ჩვენ თავისუფალი დემოკრატები გავფრთხილებდით მაშინაც, რომ არ შექმნილიყო ისეთი სიტუაცია, რომელიც ეს მდგომარეობა ხელს შეუშვიდა შემდგომში და ზარალს მიაყენებდა გარკვეულ ზიანს ევროპის და მსოფლიოს საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობის საკითხს. მინდა გითხრათ, რომ თუ ვინმე მარიცის, გაიჟღერა ნაწილობრივ აქ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან დღეს საქართველოს პროგრამა არის საფრთხის წინაშე. ის არის გარკვეულად გაყინული, ამაზე არ მიდის ჯერ კონკრეტული ასვლა დებატები, მაგრამ ის პროგრამა, რომელიც უნდა მოწერილიყო მაისში დაახლოებით, მაის-ივნისში, ის პროგრამა არ არის მოწერილი და მხოლოდ ელოდება ამ კანონის მიღებასთან და იმ რეკომენდაციების გათვალისწინებას, რაც არის წარმოდგენილი მათ მიერ. და შედეგად რა გვაქვს ჩვენ, რომ დღეს რომ ეს ვეტო დაიძლიოს კიდევაც და ეს კანონი გარდაიქმნას, მიღებული იქნას როგორც საკანონმდებლო კანონად, მაინც ეს ვარიანტი არ არის მისაღები საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. და თქვენ ნახავთ, რომ მეორე დღიდანვე დაიწყება ან იგივე ავტორების მხრიდან, ან მთავრობის მხრიდან ახალი ინიციატივა, რომ ამ კანონში უკვე ვეტო დაძლეულ კანონში დაიწყოს ახალი ცვლილებების შეტანა. აი ეს არის კლასიკური მაგალითი, როდესაც მომზადებლად არასწორ დროს იქნა მიღებული ეს ინიციატივა, სადაც ჩათრეული ხა მთელი უბრალესობა, აქ ჩვენი კოლეგა არ არის დეტალებში, ხა ყველა ამის სპეციალისტი არ არის და ხა საბანკო ზედამხედველობის სპეციალისტი, მე მგონი საერთოდ არ არის პარლამენტში და არც არის აუცილებელი იყოს, მაგრამ ვისაც ეს საქმე ესმის, მათ უნდა დაუჯეროთ და მათ უნდა მოусმინოთ, რომ ესეთი მდგომარეობა არ შექმნილიყო. და ეს საკითხი წერტილი არ არის დასმული და კიდევ რა ზიანი იქნება საერთო სავალუტო ფონდთან ასეთი დამოკიდებულების და პროგრამის გარკვეულწილად გაყინვასთან დაკავშირებით, ამას კიდე უახლოეს კვირებში ალბათ უფრო მეც გავიგებ.
ამიტომ მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ დაითვალისწინო და დაფიქრდნენ, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა როცა აჭერ ღილაკს ყველაზე არის უკვე გადანაწილებული, ყველა იქნებით პასუხისმგებელი და ავტორი იმ კანონისა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეიცავს ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის.